19 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ელიტ რაუნდის მატჩებისთვის ემზადება გიორგი დევდარიანის გუნდი თბილისში პორტუგალიის, ესპანეთის და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს. 29 მაისს პირველ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, 3 ივნისს კი დასკვნით შეხვედრა საქართველოს ნაკრები თურქეთთან ჩაატარებს. მე გეტყვით, რომ მატჩებზე დასწრება თავისუფალია. საქართველოს 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრები ელიტ რაუნდის სადებიუტო მატჩისთვის მესხის სახელობის სტადიონზე ემზადება. გუნდმა დღეს მატჩის წინა ბოლო ღია ვარჯიში ჩაატარა. ნაკრები ესპანეთის ასაკობრივ გუნდთან შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ეს თითქმის იგივე სიძლიერის ჯგუფია, როგორც ფინალური რაუნდია, იმიტომ რომ იმ ფინალურ ეტაპზეც ესპანეთს და პორტუგალიაზე და თურქეთზე ძლიერი გუნდები ნამდვილად არ არიან. ჩვენი გუნდისთვის ეს იქნება ძალიან კარგი გამოცდილება და ძალიან კარგი იქნება შედარებისთვის, თუ სად ვიმყოფებით დღეს ჩვენ უმზადების და განვითარების რასაფეხურზე ვართ ჩვენ ევროპელ მეტოქეებთან შედარებით. სულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადო. თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენი ჯგუფი საკმაოდ ძლიერი, ყველა გუნდი გამორჩეული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. რთული თამაშები იქნება. მთავარია ურთიერთპატივისცემა და კარგი სანახაობა შედგეს. 19 წლამდე ნაკრების ვარჯიშს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე დაესწრო. განწყობა აქვს საბრძოლო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის შეკრული გუნდი, დიდი ხანი ერთად თამაშობენ, ამიტომ არ უნდა გაუჭირდეთ სახელო მეტოქეებთან და მოწინააღმდეგეებთან თამაში. ძალიან ძიმე ჯგუფია, ძალიან სერიოზული მეტოქეები ყავს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველანაირი დონის გუნდთან შეიძლება მიზნის მიღწევა, თავარია მათ შეასრულის დავალება, რასაც მწვრთნელები დაავალებენ და არასდროს დაკარგონ თვითრწმენა. საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ესპანეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებს. საბერძნეთში დაგეგმილ ევროპიროლობაზე კი მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ითამაშებს. ამნიშნულია ფაქტიურად პირველ თამაშს თუ ვერ მოიგებ 90% ვეღარ გაგიხარ შემდეგ ეტაპზე და ძალიან კარგად ვართ მომზადებული, გუნდში კარგი განწყობაა და დიდი იმედი გვაქვს ყველას რომ ჩვენი ქართველი ხალხის წინაშე გავიმარჯვოთ. ძალიან გული მწყდება რა თქმა უნდა რომ ვერ ვთამაშობ, ჩემი რაღაც პატარა სისულელის გამო, ყვითელი ბარათების გამო, მაგრამ ვესტები ზემოდან რამდენადაც შემიძლია უფომაკო ჩემი გუნდს და მჯერა რომ ბიჭები ხვალ მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის რომ სამი ქულა მოიპოვონ. ელიტ რაუნდის მატჩები 29 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ ხვალ 17 საათზე გამართავს. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის რეპორტაჟს მესხის სახელობის სტადიონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.